იმედის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ და ისმენთ გადაცემას იმედის კულტურა. მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ და ვაგრძელებთ ხელოვნებაზე, შემოქმედებაზე საუბარს. სულ ვამბობთ ხოლმე ასე, რომ ეს ის სივრცეა, სადაც საუბრობთ ფერზე, მუსიკასა და სიტყვაზე. აი დღეს ალბათ უფრო ესეთი გადაცემა არსებობს. ქალბატონი ქეთი დუმბაძე, ხელოვნებაცოდნე, მწერალთა სახლის დირექტორია ჩვენი სტუმარი. უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო. ხართ ჩვენთან ერთად და დღეს ვისაუბრებთ მოზარდი და წიგნი. ქალბატონი ქეთი, ალბათ ეს კითხვა თქვენს გახსოვთ თქვენ ახალგაზრდობაში და თქვენზე უფროს თაობას, დღევანდელ თაობას და ასე შემდეგ. რომ მუდმივად არის ეს დილემა და პრობლემა, რომ მოზარდს ჩვენ დროს რო იყო და წიგნი აინტერესებდა დღეს ასე ეს მესმის ყველა თაობისგან. ყველა თაობას აქვს. ყველა თაობას აქვს. სერიოზულად არსებობს ასეთი პრობლემა თუ არა? კი, რა თქმა უნდა, არსებობს. ძალიან ბევრი მშობლისგან მომისმენია და ეს პრობლემა დგას, რომ მოზარდი როგორ მიიყვანონ წიგნამდე, მით უმეტეს ეხა როცა ეს გაჯეტები არსებობს და რაღაც 1000 ტიკტოკებით და რაღაცებით ერთობიან, ხო? მაგრამ არ ვიცი, ჩემი აზრით ეს იმდენად ზედაპირულია და იმდენად თირა ტექსტი სხვა რამ ეს აძლევს ადამიანს, ხო? იწყებ მას ფიქრს, იწყებ აზროვნებას, როცა კითხულობ. და TikTok-ის ინფორმაციას თუ რაღაც ვიდეოს რომელსაც უყურებ, ის ხო არაფერს არ გიტოვებს. იმიტომ სკროლავ ესე ჩქარჩქარა. იმიტომ რომ ის არაფერს არ გიტოვებს ემოციურად. შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მეორე წუთას აღარ გახსოვს რაზე გაგეცინა. და წიგნი აბსოლუტურად სხვა თემაა. ამიტომ მგონია რომ კი, პრობლემა ალბათ იქნება და ალბათ ჩემი თაობაც და ჩვენი შვილების თაობაც მერე თავის შვილებზე იწუწუნებენ, რომ წიგნის კითხვა ვერ დავაწყებინე. და ვერ დავაინტერესე. საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით, რა ვიცი, თუ ბავშვი ვერ ხედავს, რომ შენ წიგნს კითხულობ და წიგნს განსაკუთრებული ადგილი აქვს ოჯახში. კი, ოჯახებიც მინახავს, როცა ესე ტომები ჩალაგებული და ჩაწიკწიკებულია, მაგრამ რო ვერ გადაშლი და დანით გაჭრა რო ჯირდება გვერდებს, ესეც მინახავს. მაგრამ იმის მაგალითი თუ შენ არ ახარ, რომ კითხულობ, გაინტერესებს და ამაზე საუბრები და რაც თავარია, როცა პატარაა, სუ პატარა და საღამოს დილის წინ მიუწვევი და წაუკითხავ. აი ეს არის ამოვარდნილი. მშობლებს არც ალიათ მაგისთვის, თუ ამას აღარ აკეთებენ. ყველაზე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ისე აძინებს ბავშვს და ისე გამოუხურავს კარს, რომ აბა ეხა გადაბრუნდი და დაიძინე. არა, ესე არ შეიძლება. იქიდან იწყება ყველაფერი, მე ესე მგონია. აბსოლუტურად გეთანხმებით. მეც მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მუსიკას ასმენინებენ, ხო? ან რაღაცას აყურებინებენ, ასე ალბათ. ფეხბურთის დროსაც კი. კი ბატონო. ასმენინებენ მუსიკას. თუმცა არის კიდევ ერთი მეთოდი ასევე მშობლებისგან წამოსული, როცა კითხვა ხდება დაძალებით. არავითარ შემთხვევაში. მეც მქონდა ეს პერიოდი. დაძალება კი არა. მასწავლებლის ტონით, რომ აი ამას თუ არ წაიკითხავ, ესე იგი შენ ცუდი ხარ და ვიღაცა შენზე კარგია. ესეც კი არ შეიძლება. მაგ დროს უნდა ეძებო ყველანაირი ხერხი, რომ რამენაირად დააინტერესო. დააინტერესო, არ ვიცი, ამბის მოყოლით. თირა მოზარდს მით უმეტეს უნდა ინტერესი აღუძრა იმით, რომ ეს არის ამბავი. ყველა წიგნი ხო ერთი ამბავია. თითოეული ადამიანი ხო ჩვენ ამბავი ვართ, ხო? ჩვენი რაღაცა სულიერი თავგადასავლით, რომლითაც მოვდივართ მთელი ცხოვრება. და აი ის პირველი ტექსტი არის ხოლმე ყველაზე მთავარი, რას შესთავაზებ პირველად. რით აწყებინებ? რა არის ეს გაქვთ თქვენ რეცეპტი ამისა? არა, ამის რეცეპტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე რეცეპტი, რომელიც, რა ვიცი, ჩემთვის
მე არ მქონია ეს პრობლემა, იმიტომ რომ არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში მწერლები დადიოდნენ, იმიტომ რომ მე მაგალითად სუფრაზეც კი ლექსის კითხვა მესმოდა, ხო? ყველა იქ იყო ალბათ. ხო, რაღაცა ისიც იყო, რომ აი თავიდან ხო ვერაცნობიერებ, რომ თქვათ იგივე სტუმარი მამას მეგობარი არის მწერალი, არა? აი ცოცხალი წიგნები რატო დავარქვი მე მაშინ აი იმ პროექტს, რომელიც მე გავაკეთეთ. ჩემთვის ეს ადამიანები წიგნებად ცოცხლდებოდნენ. იმიტომ რომ რაღაცა ასაკი დადგა, როდესაც მე შემრცხვა, რომ აი თუნდაც ოთარ ჭილაძე, ხო? აი ან არ ვიცი, მამას უახლოესი მეგობრები, ჭაბუა ამირეჯიბი, რომელიც სახში მოდის შენთან, მამა შენთან მეგობრობს, რაღაცა, იცი რომ წერალია, მაგრამ ჯერ წაკითხული არ აგა. იქ სულ სხვა სამყარო იხსნება მერე როდეს. და რაღაცა მომენტი დგება, რომ გერიდება უკვე, რომ შენ წაკითხული უნდა კონდეს. მერე მამას ქონდა ესეთი რაღაც, იცი, აი ჩემ მაგიდაზე არასდროს არ დაუძალებიათ რომ რაღაცა წამეკითხა. უბრალოდ ჩემ მაგიდაზე ჩნდებოდა რაღაცა წიგნები უცებ. ჩემ რაღაცა ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, რაღაც წიგნები ხო ეწყო? სამწადინო ჩვენ საწერ მაგიდასთან. და უცებ ჩნდებოდა რაღაცა ნაწარმოები, რომელიც მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი განსხვავება, ქალბატონო კეთილი და მე თანხმებით. ჩემ დროსაც, როცა მე ვიყავი მაგალითად სკოლის მოწაფე ან სტუდენტი, არამც თუ ტელეფონი და ინტერნეტზე საერთოდ საუბარი ზედმეტია. ანუ ეს პერიოდი თან მშუქობა, ბედურება, 90-იანი წლები გამოიერთ ყველა. ხანდახან იყო რომ სხვა გზა არ რჩებოდა, ანუ ეს ცუდი სიტუაცია გეხმარებოდა იმისთვის, რომ წიგნი წაგეკითხა, ხო, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იყო. პანდემია მაგდროსაც კი ბატონო. მაგდროს ჩემმა მეგობრებმა ძალიან ბევრი წიგნი წაიკითხეს. და მიზიარებდნენ თავიანთ შტაბ-სტილოებს, რომ მე რო ყვებოდი ხოლმე, აი თქვა ჩვენ თანამედროვე მეგობარ მწერლებზე, ხო? მე ხო ვატყობდი რომ მათ ეს საკითხული არ ქონდა და არ იცოდნენ და ვა, კეთი რა საინტერესო მწერალი ყოფილა მეტყოდნენ ხოლმე. ვიღაცაზე. არა, ეს ძალიან ზოგი ჭირი მარგებელია, ნამდვილად. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც დავასრულებ ჩემ კითხვას, რა მინდოდა თქვენთვის მეკითხა. ანუ ის სიტუაცია გვეხმარებოდა. მეც გამიმართლა მერთმა იმაში, რომ მართლა ძალიან კარგი ბიბლიოთეკა მაქვს სახში ჩემი მშობლების დამსახურებით და ნუ გინდა, არ გინდოდა უნდა გეკითხა. სხვა გზა არ იყო. სანთლის შუქზე, ძველი, ესე ვთქვათ, რაღაცა 18 საუკუნის, ესე ვთქვათ, მკითხველებივით ვისხედით და ვკითხულობდით. და რამდენჯერ ყოფილა მშობელს რო უთქვამს, რომ დაწოლილი ნუ კითხულ დაწოლილი თქვა ხო ეხლა ოღონდ წაიკითხე თუ გინდა მე ხო შორს გაიტანეს როგორც გინდა აი ხო და ეგ არის ჩემი კითხვა რაც გუმარობს რომ დღევანდელი აი ეს რომ უფრო მარტივი გახადა ცხოვრება ახალმა ტექნოლოგიებზე თითქმის ყველა გადაცემაში მიწევს საუბარი იმიტომ რომ ხელოვნებაში ძალიან შემოსულია და მე თანხმებით ალბათ აი ამ ტექნოლოგიების განვითარებამ მარტივი გახადა უფრო ხელმისაწვდომი გახადა აბსოლუტურად ყველაფერი სამყარო დააპატარავა შეიძლება ასე ითქვათ ამან პირიქით ეს ხო არ არის ის ბარიერი რომელიც ვთქვათ მოზარდი მოწყვიდა კითხვას არის ეგეც არის რა თქმა უნდა ბარიერი და ძალიან დიდი პრობლემა გააჩინა ანუ ის პრობლემა რომელიც ისედაც არსებობდა უფრო გააღრმავა იმიტომ რომ აი ეს დეპეშის დონეზე ხო იცი აი გრძელ პოსტებსაც კი აღარ კითხულობს ხალხი რაც უფრო მოკლედ დაწერდა რაღაცა ორი სიტყვით ის უფრო გასაგებია და უფრო მეტი მოწონება და გული აქვს ვიდრე რაღაცა გრძელი, როდესაც გინდა რომ შენი ნააზრევი მიაწოდო მკითხველს. პრობლემაა რა თქმა უნდა, მაგრამ აი იმიტომ ამბობ, იცით, აი ყველაფერს ამ ლიტერატურის მიწოდებას რაღაცა თავისი ისინი აქ პერიოდები ასე ვთქვათ რაღაც ასაკში აი ისიც არ უნდა შეგეშალოს რომ მე მაგალითად დამემართა ესეთი რაღაცა რომ გავიგებდი რომ რაღაცა კარგი წიგნია და ძალიან საინტერესოა მე მახსოვს რომ ოსტატი და მარგარიტა წავიკითხე ძალიან ადრე და ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ თან ვამბობდი რომ ნუ წაკითხო მე რა რომ წაკითხული გაქვს აბსოლუტურად და არის წიგნები რომელსაც მე უბრუნდები იმიტომ რომ ის არასწორ დროს წავიკითხე და იმიტომ ვერ გავიგე ვერაფერი იქ
როგორ არის იცით მე მგონია რომ იწყებს საბავშვო ლექსებით, იწყებ რაღაცა მითოლოგიით, იწყებ რაღაცა ბიბლიური ამბებით. ამაზე თუ საფუძველი ამით თუ არ ჩაუდე და არ დაინტერესე პირდაპირ სერიოზული ლიტერატურის კითხვა არის ურთულესი რა. სათავგადასავლო ბიბლიოთეკასაც ხო როგორი იყო ჩვენ ბავშვობაში უზარმაზარი ტომები იყო, მახსოვს ესე მართლა ჩალაგებული სათავგადასავლო ბიბლიოთეკა და სავალდებულო მეც მქონდა რაღაცა წიგნებზე ახალგაზრდა ბავშვობაში რაღაც ხო არის რომ ვერ კითხულობ, ნუ არ მოგწონს რაღაც აიკითხე და ცვალობ და დიდი მწერლის რომანი შეიძლება არ მოგეწონოს კაცო, ბუნებრივი პროცესია. ეს რაღაცნაირად უცებ უნდა დაიჭირო, რომ ეს წიგნი ან ნაადრევია ჯერ მისთვის წაკითხვა, ან ეს თემა არ აინტერესებს. სათავგადასავლო არ უნდა, მაგრამ შეიძლება ფანტასტიკა აიკითხოს, ან ფანტასტიკა არა და ისტორიული რომანი აინტერესებდეს. ანუ აი ეს მიმართულებები თვითონ უნდა ირჩიოს. როგორც კი დაძალებას იწყებ, როგორც კი ეუბნები, რომ აი მოდი დღეში 10 წუთი ვიკითხოთ რაღაც. არ უნდა ესე. არ უნდა წინააღმდეგობაში შედის და ტონიც კი გამსაზღვრელია ესეთ დროს რა. როდესაც ეს რაღაცა კლასს გარეშე საკითხავი არა ყური თუნდაც ყური უნდა მოკრას რა ან არ ვიცი ამბავი უნდა ამბათ უნდა მოუყვე რაღაცა რომ იქნებ მივიდეს იმ წიგნამდე და წაიკითხოს ან ფილმს თუ ნახავს უნდა უთხრა რომ არის ესეც არის დამხმარე ხანდახან კი არის იმიტომ რომ ფილმი რომ მოეწონება და შენ რო ეტყვი რომ იცი რა ამ ფილმში ეხა ეს არის რეჟისორის ხედვა მას ავტორს იქ ბევრი რამეა გამოტოვებული ხო რომანი და ვთქვათ ნებისმიერი რომანი რა ვიცი სამი მუშკეტერი მაგალითად ყველაზე ისეთი გავრცელებული კი ბატონო თუმცა არც ერთი ეკრანიზაცია არ ვარ გამერაც ვნახე მაგრამ პირველად ფილმი ვნახე მომეწონა სიტუაცია და შემდეგ წავიდით და მე ხვდები რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საინტერესოა და ბევრად უფრო ბევრის მომცემი მისთვის ხო, ეხა იცი რა არის ტრაფარეტულად ჟღერს, რომ ეს მეგობრობა, პატრიოტიზმი, რაღაცებს, მაგრამ ამ ემოციებს და გრძნობებს თუ აცდი და იმის Facebook-ის და რაღაცა ის სოციალების და იმის დონეზე დაიტოვე შენი აზროვნება მაშინ თან ერთგვარი სულს რას უშვები მაშინ აბსოლუტურად გეთახმებით გალბატონ კეთი და თან ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაც არის ხო აი იგივე მაგალითად ეხლა რადგან ვახსენეთ სამი მუშკეტერს სამ მუშკეტერს კითხულობ გიჩნდება ინტერესი იმ პერიოდის საფრანგეთისა გინდა გაიგო ვინ იყო ეს რიშელიე მართლა ასეთი იყო არ იყო და შედიხარ მერე და გადიხარ აი ამ წიაღში და ეს აი ახალგაზრდობის პერიოდში ალბათ უფრო მარტივია უფრო რაღაცა ანთებული ხარ იმისთვის რომ ეს წაიკითხო და აქვე არ დავარღვევ ტრადიციას ჩემს გადაცემაში, ასეთი რამ დავნერგე, ერთ კითხვას, ესე ვთქვათ, ვეკითხები ხელოვნურ ინტელექტს. ვეუბნები თემას, რა თემაზე მაქვს გადაცემა, ვეუბნები რას სპეციალობის სტუმარი მყავს, რა თემაზე ვისაუბრებ და ერთი კითხვა გამატანე ვეუბნები ჩემს სტუმართან. რა გითხრა, არანაირი არ არის, თქვენთან ესეთი რამ გამომატანა. აქვს თუ არა ენას ასაკი მოზარდებისთვის. აი ზუსტად ასეთი ფორმულირებით. რაც გულისხმობდა, მე ცოტა დავეჭდი, რაც გულისხმობდა, როგორ უნდა ავარჩიოთ მოზარდებისთვის ლიტერატურა, რა არის მოზარდების ლიტერატურა? რომელია ეს? სუბუქი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადვილად წასაკითხი. ხო, რა ვიცი, ხა ძალიან ისე თუ არ გამომივიდა. ძალიან ბევრია მეუბნება, რომ კითხვა ილიკო და ილარიონით დააწყებინეს მოზარდებს. ეს ეგეც ინტელექტმა გითხრა. არა. ეს ისედაც ასია ახლა, როცა ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, იქ ცოტა ის არის, თამამინათქვამია ჩემგან ალბათ შვილისგან, მაგრამ აქ ჩაგერთვებით ერთ. ეს წლებია მეუბნებიან და ალბათ ესეც არის. ნახეთ, მე ასე მგონია. ჩემს მოგახსენებთ ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით და რამდენიმე მწერალია ასეთი როგორც უცხოელი ასევე ქართველი მე ასე მგონია რომ მათ შემოქმედებას ასაკი არ გააჩნია როგორც მოზარდს ისე ზდასურს ისე პატარას ანუ ყველა ფენისთვის
წასაკითხია. მე ვერც კი დავარქვევ. აი მე არ წარმომიდგენია მაგალითად ისე გაიზარდოს ადამიანი, რომ რეზო ინანიშვილის მოთხრობები და გოდერძი ჩოხელის მოთხრობები. აი ეს უღრმესი ემოციები, რომელსაც მათი ნაწარმოებები ატარებს. აი ამაზე თუ არ იფიქრე, ეს თუ არ განიცადე. თუმცა რამდენად გაიგებს გოგერძი ჩოხელს მოზარდი? უნდა წაიკითხოს მოზარდობის ასაკში? მოზარდს გააჩნია რას ვეძახით, ეხა თუ 11-13 წლისას აი მოდი თინეიჯერობიდან თინეიჯერობის პერიოდი მე ხა უფრო პატარები კი ბატონო წლის მოზარდებს გულისხმობ. უფრო პატარებს რა თქმა უნდა სხვა ლიტერატურა ჭირდებათ, მაგრამ მაინც იქ მივდივართ, რომ ლიტერატურა არის აუცილებელი. აბსოლუტურად გეთანხმები. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ლექსიკას ამდიდრებს. ლიტერატურის კითხვა საოცრად ამდიდრებს ლექსიკას. იმიტომ რომ არ დაკვირვები ხართ, რომ ჩვენი შვილები ძალიან ცოტას ლაპარაკობენ. ძირითადად აი მესიჯებიც როგორია, ხო ხანდახან თითო სიტყვას გწერენ და შენ უნდა მიხვდე რას გულისხმობს იმის უგან და რამ სიგრძე წინადადების თქმა დაამოკლა ერთ სიტყვად. ხო და იმიტომ რომ ლექსიკაშიც უჭირთ. აი ახლა თქვენ დამეხმარეთ, იმედია ჩემი სტუდენტები უსმენენ ამ გადაცემას. სულ ამას ვეუბნები ხოლმე, რომ რა არის ჩვენი სახელმძღვანელო, მეუბნებიან ჟურნალისტებს უკითხავ ლექციას. რა არის ჩვენი სახელმძღვანელო? მე ვეუბნები ნებისმიერი წიგნი არის თქვენი სახელმძღვანელო. ცუდი წიგნიც კი თქვენი სახელმძღვანელოა. რაც მეც იკითხავ, ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამეს აი ცუდი და კარგი თან. ის კი არა რომ ვიღაცამ თქვა რომ ეს კარგი წიგნია, წაიკითხე და შენ თვითონ გადაწყვიტე ეს კარგია. ნებისმიერი მწერალი, მე სულ ამას ვამბობ, როგორი პრემიებიც არ უნდა კონდეს მიღებული, ის თუ შენი არ გახდა, როცა კითხულობ. გიფიქრიათ, როდის მე მწერალზე რომელიც შეგიყვარა, რა პრემია აქვს აღებული არასდროს. მაი ამაშია საქმე. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრემია არის იმის მკითხველის განწყობა მწერლის მიმართ. მარადილს და უკვდავს მწერალს ხდის მხოლოდ მკითხველი და არავითარი პრემია და ორდენი და ასე შემდეგ. მეც გეთანხმებით ამაში. მე ვამბობ სულ იმას, რომ ხელოვან ადამიანს არანაირი ორდენი არ ჭირდება გარდა თავის შემოქმედებისა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ასევე განსაკუთრებით ესეთ კომუნისტების პერიოდში ზოგიერთი მწერალია უამრავი ორდენი აქვს, მაგრამ კაცშულს აღარ ახსოვს. აკადემიკოსები ხო, უამრავი. ხო, ზოგიერთს კიდე საერთოდ არაფერი არ აქვს და უდიდესი მწერალი, ანუ რეჟისორი, ან მუსიკოსი, მაგას არ ახსოვს. თქვენი დაიწყეთ. ეხლა ძალიან სასაცილოა ალბათ თქვენთვის ეს კითხვა, ნოდარ დუმბაძის ოჯახში რო წაიწყები. ვის დაიწყე კითხვა რომ გითხრათ, მაგრამ მაინც. მე დავიწყე. თვითონ თუ გირჩევდათ ხოლმე რამეს? არა. არა? არა. აი ხო ჩემთან ჩდებოდა. მაგიდაზე ჩდებოდა რაღაც წიგნები. მეც მქონდა ეს ფუფუნება, რა თქმა უნდა, რომ მამას მოქონდა ისეთი წიგნები, რომლებიც შეიძლება ჩემ მეგობრებს არ ქონოდათ, ან ჩვენ ოჯახში იყო ესეთი წიგნები. აი პოეზია განსაკუთრებით, ეხა ეს გუმილოვები და მარინა ცვიტაევა და რაღაც არ იბეჭდებოდა მაშინ, ხო? ეხა ჩვენ ქალები ასაკს არ ამბობენ ხოლმე, მაგრამ მაინც ხო იმ პერიოდში ეს წიგნები და მე მახსოვს როგორ ვაძლევდით ჩვენ ერთმანეთს ხელში გადადიოდა. კი, ასე იყო ნამდვილად და მე ისეთი ხუმრობაც კი იყო ესეთი, რომ მამა ჩემი იძახდა, რომ გავთხოვდი, ესე ვიპარავდი მამას წიგნებს და მიმქონდა ჩემ მეუღლის სახლში და მამა ჩემი სულ იძახდა, დედა როგორი გემოვნებიანი და განათლებული ქურდი მყავსო და მე ეს ყველა წიგნები აღმოაჩინა იქ მაჭარაშვილებთან. ხო და გეთქვა მამა და გაგატანდი თუმცა რამხელა მნიშვნელობა აქვს წიგნს, როგორც ადამიანმა იკითხოს წიგნი, ის ანდაზაცროა თუ გამონათქვამი წიგნის ქურდი არ არის. ასე ნუ არ შემიძლია ახლა ესე ვთქვათ არ ვისარგებლო. ჩემი პირველი წიგნი მე მახსოვს ბიძია თომას ქოხზე როგორ ვტიროდი და რამდენჯერმე რო კითხულობ და რო გეტირება და
რო გძულს მწერალი რომელმაც ესე დაწერა. სხვათა შორის ეხა მოწაფეებმა მომწერეს წერილები, უпроსტად მამას მიწერეს, როგორც მწერალს და ნუ ჩემთან აღმოჩნდა ეს წერილები, მე გამომიგზავნეს და ერთი გოგონა წერს ნოდარს, რომ შენზეო ამბობენო, რომ ჰუმანისტი მწერალიაო და ჰუმანურობა არისო, რაც იქო ჰელადოსშიო, იანგულიო, მოკალიო, იქო ბეჟანა მოკალიო, ის ხო, ესე იგი თანალმობა თუ არ გაუჩინე, ის ბავშვი ახლა ვერ ხვდება, რომ ეს ჰუმანიზმი, ეს თუ არ გასწავლე, რომ შენ ამაზე უნდა ცრემლი მოგადგეს და ბურთი გაგეჭხიროს ყელში. აბსოლუტურად გეთანხმებით. არა, მაშინ რა არის ლიტერატურა? ნუ მაშინ დეპეშაა, ხო, ჩვეულებრივად ვიზიარებ თქვენს წუხარებას გარდაცვალების გამო და დამთავრდა. მე თუ არ აღწერე, რას ნიშნავს კათარზისი ადამიანის, თუ არ აღწერე, რას ნიშნავს გარდაცვალება, იქ ბაბუას ანდერძი მაგალითად შვილიშვილს რეუნება, ბაბუა მივდივარ, მეც არ ვიცი, მეც მეშინია. არ ვიცი სად მივდივარ, მაგრამ მიცოდეო, რომ თუ სითბო იგრძენი რამისგან, ქვაც რო იყოს, ხე რო იყოს, იცოდე, რომ ის ქვა ბაბუა შენია. ეს თუ არ გაგრძნობინე, როგორ უნდა აგიხსნა სხვანაირად, რას ნიშნავს, როცა ობოლი ბავშვი ხარ და ბაბუაც აღარ გეყოლება. და იმან როგორ უნდა დაარიგოს შვილი, რომ ადამიანად დარჩეს და ადამიანად იცხოვროს და ქვისგანაც კი სითბოს თუ იგრძნობს. აბსოლუტურად გეთანხმებით. აი ეს ამას აკეთებს ლიტერატურა. ამას გვასწავლის ნებისმიერ. მე რა არის ისი ლიტერატურას ხო საზღვარი არ აქვს. როდესაც რაღაც ნაწარმოებს კითხულობ, შენ ხო იმაზე არ ფიქრობ ეს მწერალი ფრანგია თუ ამერიკელი. ის თუ შენი გახდა მოგეწონა. იქ აღარ აქვს მნიშვნელობა. და თუ კარგი თარგმნაა საერთოდ, ხო, რომ ვერ გაარჩევ ასე ქართველი მწერალი რო გეგონება. ხო და ეს საზღვრებიც ხო იშლება. ძალიან დიდი ძალა აქვს რა. ეს რაღაცნაირად რაღაცა ფორმით უნდა აუხსნა. მე მაგალითად ჩემ შვილს ნოდარიკოს ყავდა ნათლია ბიძინა ხერხეულიძე, რომელიც იყო ძალიან მაგარი ფილოლოგი. და მე არ ვიცი მან რამდენი ლექსი იცოდა და იცოდა ყველაფერი, აი მთელი ქართული პოეზია, ძალიან ისეთი მამა ქიცა ხერხეულიძე ისიც ცნობილი ფილოლოგი. და ნოდარიკოს აი იცით როგორ ზუსტად აძლევდა იმ წიგნებს. მე მითხრა რომ შენ ჩაიწიე, მე ვიზა მაგ ამბავსო და აი ეტაპობრივად, აი ესე ასაკ ეხლა რა უნდა წაეკითხა, იმის მერე რა უნდა წაეკითხა, იმის აი ესე მიიყვანა წიგნამდე და ეს იმდენად რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ გენეტიკა კი თავის ექნა, მაგრამ ბიძინასაც ძალიან დიდი ღვაწლი აქვს იმაში, რომ ნოდარიკომ წერა დაიწყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წრეს. ქალბატონი ქეთი, სანამ დაგემშვიდობებით, არ შემიძლია არ კითხოთ, არ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, თავად მამის საყვარელი მწერალი ვინ იყო? მე მგონი სერვანტესი. სერვანტესი. რატომღაც მეგონა რომ ასე იქნებოდა. უღრმესი მადლობა ქეთი დუმბაძე, ხელოვნებაცოდნე, მწერალთა სახლის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. მე იმეც ვიტოვებ რომ ჩვენი საუბრით რომელიმე მოზარდმა ახლა თუ გადაშალა წიგნი და კითხვა დაიწყო, უკვე ბევრი საქმე და დიდი საქმე გავაკეთეთ ქალბატონო. უნდა გახდეს რა. ქეთი გეთანხმებით. აი განმარტოების დროს წიგზე ახლობელი არაფერი არ შეიძლება იყოს. და ყველა ჩემს გადაცემას მუსიკალური კომპოზიციით ვასრულებ თემატურად. ბევრი არ მიფიქრია მოზარდზე, რადგან დავიწყეთ საუბარი, მე პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, კლასიკური მუსიკის რამდენიმე გენიოსი მოვასმენინე სტუდენტებს და ყველამ ერთხმად ხმა რომ აი ეს არის ჩვენი კომპოზიტორიო, არც მეტი არც ნაკლები, მოცარტი და მოდით მოცარტით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. გადავრჩენილ ვარ. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.